აბა გაუმარჯოს ყველას. აბა ხო. საფხურის ხელი დღეებია, წყლის ჭიქის ზომებმა მოიმატა. წყლის ძალაბუქცის ღმერთმა. ზახარიჩი. ლაი, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ყველას 25000 გამოწერი გვაქვს ჩვენ ვამაყობთ ამით მართლა და მადლობა მინდა ყველას გითხრათ. შენ თავიდან არ გჯეროდა, მაგრამ მე შენ ყოველთვის მოყავს ვცდილობ საგანგებო სტუმრების მოყვანას. და დღევანდელი დღე არ არის გამონაკლისი. ამდენი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი ადამიანი უყოლია სტუმრად. 40 წელია ამის ტელევიზიაში ვარ. ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ჩემი რესპონდენტი, ბევრი ბიზნესის გამო იყო და როგორც ხედავთ, არის კიდევაც ზიად სიჭინავა, რომელიც 6 წელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ხელმძღვანელობდა. და რომელიც დღეს დილით ჩამოვიდა და ზუგდიდიდან წამოვიდა ადამიანი დილის 7-ის ნახევარზე. და ჩამოვიდა და დღეს უკან მიდის და ეს რო არ დავაფასო გამორიცხულია. მე ძალიან ვაფასებ ზიად. დღევანდელ დროში ძალიან დიდი მადლობა მართლა. რესპონდენტების ამბავში ძალიან დასაფასებელია მართლა. მადლობა რომ მოხვედი. არ უნდა გეთქვა ახლა. გასაბრუნებელი ვარ და ვიზა რო არა მაქვს ისე ვარ. თბილისის ვიზა უკვე ესეთ თემა. ზიად, მადლობა მართლა გუწვედა და დიდი მადლობა რომ მოხვედით. ჯერ როგორ იმგზავრე? მშვენივრად. საცობები არისო? არა. როგორც ტრადიციულად. რას ფიქრობდი გზაში გაფიცებ ყველაფერს? არა თქოს რა უნდა ვიფიქრო. საერთოდ არაფერი. არა მე სიმართლე რომ გითხრა ახლა ნახეთ თქვენი გადაცემები და ძალიან ისეთი კოლორიტი ხალხი ყავს სულ რაღაცა და სულ ფიქრობდი მე რა უნდა ვთქვა კაცმა რომელიც რომის ყაფას იძახის და დაიწყო ეხა. წავიდა, კარგი გასაწვისია. ხო არ წყინს ეგენი? ჯო მეგრულო დავილაპარაკოთ და დამიჭირე მეგრულში. რა უნდა ხო და აი ხო და ხო არ წყინს მეთქი მაგრამ ისე რა გავიხსენო. არა, კი გამიხსენე. მასტერთან იყავი მოსარი? მასტერთან კი ვიყავ. არა ის მაგარი ეგ რომის პაპა და ის შუშანი. აი ფრაზები ხო არის უკვდავები. ხალხს რჩება რა ზოგადად. ეს ფრაზების დარჩება? არა, ჩვენ გემი სუპერთასი გაკეთებულ საქმე ფეხბურთზეც ბევრს ვილაპარაკეთ. ეგ არის თავარი ამოსანა და არა, უყურე ერთ სიტყვი კიდე. ერთ დევდარიანი ყავდა რა. და პატრიარქთან ვიყავითო 1000 ლარი მოგცაო, შოკოლადის ფურიო. ჩვენო ეხლა შოკოლადის ფური არა, კონტეინერებით რო ეხლა ჩამადნებით რო დადიოდა, ეხლა კონტეინერებით დავდიოდ ლორეზეო და ეს რაღაცები კეთდებოდა მაშინ. მე საქმეზე გაკეთებულ საქმეებსაც მინდა და იმაში რაც ეხლა ხდება, ნაკრების ირგვლივ და წესწისლა და ეს არის, მე ვფიქრობ რომ ყველა ვინც იყო წინამორბედები ყველა მიუძღვის თავისი წვლილი. ფეხბურთელების მაგაზეც ვილაპარაკებთ რა მე რა. ეხლა რასაკეთებთ? მე ვისვენე. არა, აქ კი არა. ხო, ისვენე. არა, ბაიაზე არის კითხვები ეხლა სანამ ამოვიღე ვიცი რა და რა მდგომარეობაა. იმიტომ რომ ბაიათი დაიწყო ზოგადად თქვენი მოღვაწეობა ფედერაციაში. იცი რა არის მე გეტყვით რაღაცას რომ მე ბევრს ვილაპარაკებთ სასაცილოსებს და სერიოზულზე. ახლა გეტყვი ამ საიდან დაიწყო და რაღაცა. ხო მე ვარ მართლა ბედნიერი კაცი ვარ, ხო ბედნიერი ადამიანი ვარ ერთი რაღაცით რომ ფული ბევრს აქვს. მაგრამ არავის არ ვიცნობ, ხო? იმდენია რა მე რომ მქონდა ის ალბათ ხურდაფულია ჯიბეში იმ ხალხისთვის, ისეთი ხალხიც არის, მაგრამ მე ბედნიერი იმითა ვარ, რომ ასეთ ხალხს როგორიც იყო ცხონებული კოტრიკაძე, შენგელია, საშა ჩივაძე, ხმურთას ხურცილავა, ნოდია, რა ვიცი, ამათ ვიცნობდი, ვიცნობ, ამათთან მიმესვლება ჩემი ოთარი, ჩემი ზუგდიდელი კაცი. იცი რა არის, მე მადლობელი ვარ ღმერთის იმით, რომ მქონდა საშუალება რომ ყოფილიყავი იქ სადაც ვიყავი. ამით ბედნიერი ვარ მართლა. გვერდზე ოთახში გეждდა თქვენ მოცარტულზე, კაბინეტში ერთად მუშაობთ. გავრილიჩი კი მაგარი. გავრილიჩი ისე მიყვარს, ისე მინდა რომ მოიყვანო საქმე რა. დაგვიწყე რა. მე ხა ისიც გამახსენდა ესე მოგბართა ხო ზვიად ვიცი ბატონები და ის არა ბატონო. ეგ ჯოხი გაწიო გეხვეწე. შენ ეს ჯოხი ბიჭო რა ალერგია აქვს. ესე სათვალით არის კიდე კაი თორე რა მოთხე. გაოიგე. მე მახსოვს ასევე დიმამ დაიწყო ხო გაიხსენა ძველი წლები და მე მახსოვს ეგრევე გამახსენდა რომ შემოხვედით პროექტი კომენტატორი, იმიტომ რომ თქვენ მაშინ ამ ფედერაციის პრეზიდენტი იყავით და ამ პროექტის მხარდამჭერი და მთელი ამბავი და მე პრაღაში ერთადაც ვიყავით. ასე რომ შემოგვიდგა შემოსახურება ესეთი რომ მოევლინა ამ ყველაფერს რა იწოდე. ხო და ასე რომ დამაფასე. გასულ დავიძე იყო? კიკინა რო ქონდა შეგრული რაღაც აით არა და მაშინ როლისთვის სჭირდებოდა კიკინა. იმიჯი იყო ეგეთი. ხო და ძალიან თბილად მახსოვს თქო რა ეგ პრაღის ამბები და თან ცხელი ამბები ახლოვდებოდა. ძალიან ლუდიეცად.
ლუდი ერთად არ დაგვიგებია. აი, მინუსია შენი. ამას ერთხელ მომიწია ფინალზე. გავიგე, მაგრამ შენ ბევრჯერ მოგიწია და მე რეპორტაჟისთვის ამზადებოდი ერთი დღით. ამასთან ვიყავი გადაცემაში, ალბათ ეს აზრი. ბევრჯერ. მაგრამ ის ორი ტიპი გვიშლიდა იქ. და სულ რო ჩხუბობდა, სულ რო პრეტენზიები. აუ, მაგაზე რაღაცა სულ კეთბაიასთან ჩხუბობდა. არა, ჩემზე ეძახი ჩხუბობდაო, ბიჭო. ერთხელ დამიბარეს ფედერაციის დაჯილდოება იყო წლის ჟურნალისტების შემაჯამებელი. ეგონა მოუყვე ხა რა. ხო და ბიჭო, ვიკო მირეკავს თიკო არის ფეგროში მაშინ მის მეუღლე მუშაობდა გეგე და უნდა მოხვიდე, ბიჭო, ძალიან მომაწვენ რომ უნდა მოვიდე, ბიჭო, არ მინდა, მე ვთხარი, ჩემთვის ვიყავ, არ მინდა. უნდა მივედი. თან ვეჩქარებოდა, ეთერში უნდა ყოფილიყავი რაღაცა. გამოვიყვანა პირველი მე. მე უცად დიდი ფედერაციის ჩანთა თავის ეკიპირები, ვაქლა მაგრამ ევასება თან ქართულ აი საქართველოს ნაკრების ყველაფერი. გავყიდენო და საწავი. ერთი მაჩუკე. საწავი გიჟია, სულ მაჩუკე მე ამე გიჩუკები აჭეჭება. რა, ბილბაო გაჩუკე ორიგინალი ხადაო. ხო, მომცა ეს ყველა დიდი მადლობა გამიხარდა ბიჭო, გამისწორდა, მაგრამ გამომიყვა სურათებიც ამაქვს გაისა და ციოდა თან რაღაც ამთარივით იყო და ახალი წლების პერიოდი იყო თუ არ წამოვედი. და რა უთხრა იცი? ჟურნალის ერთ-ერთ ეხლა წესითო შენც რომ მომეს, მაგრამ ესო მიტრაკებდა ხოლმე ეთერში რა. რა ხუბობდი ერთი გამასცენე რა. აუ, ყველაფერს. არ მოგწონდა არა, მომისმენი, მე გეტყვით რაღაცას. აი, ყველას საქართველოში, ხო? ქონდათ ერთი მიზანი. გინდოდა ფორმულა 1-ზე, სადაც არის ბუგატი, ფერარი, ისინი და მაზერატი და ჩვენ ჟიგულით უნდა მოგვეგო. მოთხოვნა ეს იყო, კი არ გეუბნებოდა რომ ის არის. მე ახლა მყავს უმცროსი შვილი მყავს 4 წლის. მე შენ მაგას მოგიყვან 4 წლის შვილი? დიახ. მოგიყვან ბავშვ ჩაგაბარე და 1 წელიწადში პროფესორი გამაყვა. შეგიძლია? 2 წელი და. მე მგონი ზვიად ამასთან აზრია 2 წელი. შენ ხაგინე დაპარსამაქტებს. ყველაფერს უნდა, ყველაფერს. ბიჭო, გვინდა რა ვქია, გვინდოთ ეხა ეთერები, კეცვაიას ეთერებიც მაქვს, სუჩხუბი იყო, პელე. იმიტომ რომ მოთხოვნა არის ხოლმე, ხო? იქ საფრანგეთში რო კითხეს რო რატო ადადგებიო, მოუგე საფრანგეთს, ეხა ეგეთებას მე მაგას ვიკითხავდი, როდის. მოდი უთხრათ ჯერ სად ვართ რა უცებ, ჩვენს გამომწერებს. უთხრათ. როგორად ქვეყანა თუ? არა, ეხლა სად ვართ? ჩვენ. სად ვიყვებოდი? ჩვენ ვიყვებით კოსტავას სეტანტას ქუჩაზე 77 ნომერში ბილიბერგის ირლანდიულ პაბში აქ ვწერთ, აქ მასპინძლობთ, მოდით, ითოხლავეთ მაგარი კერძები და ყველაფერი ძალიან კარგია და არ დაგავიწყდეთ ასევე რომ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი და უქომაგოთ ქართულს ყველაფერს აი ამით. აი ამოტრიალე. ესე იგი დიმა მიმაჩვია ზედახრო მერევა და ამოტრიალე. ყველაზე ბედნიერი კაცია. კი, კომაგი ჩვენი მეგობარი, მეგობრებო ყველაფერს ქართულს უქომაგეთ კომაგთან ერთად. ეხლა ჩვენ დავაგემოვნეთ პარალელურ თან ეს მარკეტინგულად სწორი გადაწყვეტილება, ეხლა ბუმია ნაკრები ველოდები თამაშებს, ამბები, რაღაცები, რაღაცა სხვებოდი და რატო შემოწყვეტი? იმიტომ რომ ბევრად მნიშვნელოვანია კომაგობა ვიდრე შენი რაღაცა ჭერბა. რასაც ეს აკეთებს. ხო, მთელი ფეხბურთი არის ამაზე. ამაზე? ამაზე. ხო, ეგრეა. აი ახლა ნახე. ხო მიიღო FIFA-ն გადაწყვეტილება, რომ 26-ში მსოფლიო ჩემპიონატი 20 წუთიანი დასვენება იქნება. ხო? რისთვის? 15 წამიანი რეკლამა, რამდენი გამოდის ჩემი ძმა? 20. ფული, აი ახლა ჩაატარეს მსოფლიო ჩემპიონატი კლუბები. ეხლა ეს საკუთო რა არის ხო მაზიანზე თამაში? 2 მილიარდი აიღე, ხო 2 მილიარდი მოგება დაუტოვა FIFA. აი ხო და მაგას ვიცახი, ვიღაცა იდეალისტები რო გამოდიან, კარგი მწნელები რა, კლოპი და ვიღაცები და ეს მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთელებს არ წაადგენ. ყველა საკიდია, მაგრა კიდია რა. ისე ზვიად თქვენ როგორ მოგეწონა? 13.5 მილიონი. აი ეს საკლუბო მსოფლიო. მე ძალიან მომეწონა. საერთოდ მე გეტყვი რომ ახლა ჩემ ცხოვრებაში ეს თვენახევარი სანამ აგვისტოში დაიწყება თამაშები, ყველა ცუდი პერიოდი. არაფერი არ ხდება. არაფერი არ არის. აი, ბოლო თამაში ინგლისს, ესპანეთს უყურე ქალები. ქალები მაგარი იყო, მაგარი. აი, ამას უყურე და ყველაფერი მორჩა. ახლა უყურებ აი ეს შესაძლებელი. ნუ ეხა ჩვენი გუნდები. ო, აი, იმედია რომ დაისმამ. ხო, ნუ ეს უკვე ჩვენ უკვე ისე იმ დღეს წერთ, როცა თამაშობს ტორპედო, დღეს აღამოს და სპაერი და დილა. სპაერი, დილა, ტორპედო და მე ვფიქრობ, რომ ნუ სპაერს ეხა ობიექტურები იყო და გაუჭირდება ყველაზე კაი მეტოქეთ შეხვდა და თან მეორე რიგის გუნდი არ დაგვავიწე და სასწაულები მოახდინა. ანუ ფეხბურთი სიყვარული მაინც კარგია რა. გვიჭება გააკეთეს რაც შეიძლება. შეიძლება ეხლა რომ ლაპარაკობთ, კაცმარიც იქნება გრიჯეს ამ სენსაცია, ვერ ავიცი. უბრალოდ დღეს არის თამაშები რა. ერთმა ქნას. სენსაციები რამდენი იყო ახლა ჩემპიონატს?
კი, მე ამერსაც ვიხსენებ ხოლმე ზვიად რა, ჰერტასთან და იმასთან, ეხა. ხო, კარგი. სწორი თამაში, სწორი მიდგომით, რაღაცებს კეთება შეიძლება. ისე გორის დილა თქვენ დროსაც ძალიან სტაბილურად გამოდიოდა და კარგად ევროთასებზე. თავს არ ვჭრიდა და ეს აქვს დღესაც გორის დილას მოყვება. აი გითხარი ბარემ გადავედით ქართულ კლუბებზე და აი ამ საკვალიფიკაციო მატჩებზე რა. ბაიაზე რო კითხე და რო შემიჭამეთ თემა. ბაიაზე რა მდგომარეობაა დღეს ხალხს აინტერესებს კაცო მე გეტყვი რა მდგომარეობაა დღეს ბავშვები ხო ვარჯიშობენ ხო არსებობს ხო ფუნქციონირებს კი ბატონო 300 ბავშვზე მეტი არის მაგრამ მე ბაიას ბაზაზე ბოლო 2 წელია არც მივსულ ვარ ხო მაგრამ ხო ქვია ზვიად ჭირავ სახელი შენი არის ხო მაგას ქვია სახელი ბაი ხო მაგრამ თქვენ ამასებელი ვინ არის კი დამფუძნებელი ვინ არის? 20 წლის ხდება ბაია. ეხლა არ ვიტყვა რომ არ მივდივარ იმის თორე 20-ის? ნუ 20 ეხლა არ არის ძალიან ბევრი, მაგრამ მაკედან გასულია. სუგდიდისთვის? პატარა რეგიონისთვის? ძალიან დიდი ის არის. არა, რას გეუბნები? შეიძლება ზოგადად ისტორიათ რო გადახედო 20 წელი არაფერი არ იყოს, მაგრამ მაგის ფონზე, არა, საით მიყავს ეხლა ბევრი ბავშვი გავწავიდა იმეებში, ასაკობრივ ნაკრებებში, რეგიონული უცხოეთში თამაშობენ ეხლა. ეს ხო кайფია რა, არ არის кайფი, ეხლა შენთვის რო ესევე გაგრძელდეს კიდე რომ ხო. кайფია. кайფია, მაგრამ გეტყვი. აი მე გეტყვი ახლა. შენ ნუ რადგან შემეკითხე და თუ ვინმეს აინტერესებს ბაიას თემა. აინტერესებს რა კითხვა იყო ნახე. ბაიას თემა თუ არის, აგერ აგიხსნი რა ხდება. როცა შენ ყველაფერს აკეთებ. ხო, 2006, 7, 8, 9 სანამ მე პრეზიდენტი გავხდებოდი, მე გეტყვი რომ ბავშვებსაც უხდიდი ხელფასს. 14, 15, 16 წლის ბავშვებს. 150-200 ლარი და მე ზუსტად ეგრე იყო, კი. ხო. და ბევრი რაღაცა პრობლემები იყო, დიდი გუნდში რაღაცები, ამას ვაკეთებდი. ნუ ხო გაყიდვით ხო არ მინდა ამ თემაზე, სულ 2 გაყიდვა იყო და ერთ გაყიდვაში ბანკმა დააჭირა იქიდან და ფული რა მოდიოდა შუქი ჩაქრა და სადღაც დაეცა ის ფული და არ მოვიდა ჩემამდე. მეორე იყო და ნუ ეს გაქრა ხო? მეორე იყო და სადაო იყო და რა ვიცი იურისტები, ადვოკატები და სასამართლოები რაღაცეები და რაც უნდა ამეღო ნახევარი დავხარჯე და რომ მოვიდა რა ვიცი კაი ბიჭი ის ბიჭი, ეს ბიჭი, იმის ბიჭი, ამის ბიჭი. რა გიგ, მაგრამ UEFA-ს მით არ რეგულირდება, კაცო ეგა? თანხმობრივად? აი ახლა უყურე. ამდენი წელიწად გატარებული გუნდში ფეხბურთელის გაზარდა, ამდენ წელში ამდენი ფული უნდა გადაიხადოს. აი ახლა უყურე, მაგრამ გეტყვი რაღაცას. შენ ხარ კლუბის მფლობელი, მე ვარ კლუბის მფლობელი, ხო? ჩვენ ყავს 2 დირექტორი. შენი, ჩემი. აი ეს კაი ფეხბურთელია და შენ მეუბნები ზვიად მე ამას წავიყვან. და თუ ეს ბავშვი გაიზრდება და კარგად სადმე წავა, მე შენ აი ამ პროცენტს გადაგიხდი. წერია ყველაფერი კონტრაქტი. შენ მეუბნები და მე გეუბნები, კაი ძმაო, წადი. წადი ამასთან პირობები აქვს, დიდი გუნდია რაღაცა და წადი. წავიდა, ეს გაიყიდა. შენ დირექტორი ურეკას, შენ დირექტორს დაეუბნება ზვიადი, დაურეკოსო დიმასო და გაარკვიანო რამდენი არისო გადასახდელი. ხო წერია იქ. ნუ აი ამიტომ არ მინდა ძმაო. ამიტომ არ ვერევი. და ყველა საწყენი იცი ჩემთვის რა არის? როცა ის ბიჭები ის ხო რამდენიმე ბიჭი რომელიც იყვე დიდ ფეხბურთში არიან, რომელიც ინტერვიუს იძლევა რაღაცას და გამოდის და აი ან ტელევიზორში უყურებ, ამ კითხულობ. აი მე რო პატარა ვიყავი, დედიკოს და მამიკოს ფული არ ქონდა, სპორებზე ვერ მიშვებდა და ესეთ გაჭირვებაში ცხოვრობდით და რაღაცა და აი მივაღწია ამას და მერთმა იმ სიმართლით გეცხოვროს. ხო, რა ვიცი, დაუნახაობა ყველა სუდი არის, თუ კითხავ რა. არ მინდა. მე ერთი ფეხბურთელი მყავდა, საყვარელი, რომელსაც იმედი მქონდა. აი რო ის დიდი ფეხბურთელი იყო, ეს იყო ლაშხია. ზუგდიდელი ბავშვი. ხო, გახსოვს, ხო? კი, კი, როგორ არა. ხურიდან აგდებდა იმას, პატარა ბავშვი. მამამისმა არ დაიჯერა, წამოიყვანა, მე ხო უარს ვერ ვეთყოდი, წამოიყვანა თბილისში და ახლა რო ნახო ზუგდიდში ლაშხია, დედას გეფიცები 10-დან 10 ისვრის დუშაში. პროფესორია. მე გეცემა რა. ეს კითხვა დათო სამო. ესეთ ადამიანს ზუგდიდის ბაიას ხო არ აღადგენსო და მე მგონი პასუხი გაეცა. აღადგენსო რა ბავშვები თამაშობენ და არა, დიდ გუნდზე ლაპარაკობ სავარაუდოდ. არის ზუგდიდში ახლა ოდიში. ოდიში ხო? არა, ბაიაზე. აი ისე ბაიას უცებ რო დაუკვირდით. ეხლა აი კაი. აი ბავშვები. სამეგრელოში მე რო შემეკითხოს ხო ახლა ჩემი აზრი მისაინტერესებს, მაგრამ მე რო შემეკითხო საქართველოში 2 რაღაცა უნდა განვითარდეს.
კი ახლა ღვინო ჩვენია და რაღაცა ის არის, მაგრამ ორი რაღაცა არის ყველაზე მთავარი. ეგ არის კულტურა და სპორტი. აი ამაში უნდა ჩაიდოს ბევრი ფული. თუ გინდა ფული, თუ გინდა ახლა მე სულ ვიძახდი რომ მე არა ვარ ძმაო ფეხბურთელი. მე რო ვიცოდე კუთხურის მოწოდება და ჯარიმის და რა მინდოდა, მე ვარ მენეჯერი. მე შენ მითხარი რა, როგორ დავალაგო, საიდან როგორ მოვიტანო რა, დავზოგო. რამდენი უნდა იყოს ჩემი ბიუჯეტიდან ხელფასი და როგორ უნდა იყოს. ამას დაგილაგებ. ხო, ვიცი, მენეჯმენტი ვიცი. მე პროფესიით ვარ ანტიკრიზისული დირექტორი. მე კი ის არა ვარ, რა ქვია, რაღაცა ის, ხო? ანტიკრიზისულ დირექტორად მუშაობდი სულ. მომეცი კომპანია, ოღონდ არ მომთხოვო, რომ ეს გავაბანკროტო. ხო, ბანკროტი არ უნდა გახდეს და მითხარი ზვიად მე ამაში გადაგიხდი შენ 3 ლარს. თუ ამას ააყვავებ, აგიყვავებ ძმაო. მე ნიზავზე ახლა რაღაც გამომივარ ქებასავი და მოყევი არის საბჭოთა კავშირის პერიოდიდან და ახალი რუსეთის ისტორიაში მე ვარ ყველაზე ახალგაზრდა დირექტორი სახელმწიფო თეატრის. 29 წლის ვიყავი რომ მაგას შაყირობდნენ ხოლმე. ხო, და ცირკის დირექტორი არისო იძახენ და ბაზარი არ არის. მე არ მწყინ ძმაო. ეგ არის შენი ერთხელ ხო იცი რომ დარეკეს რადიოში ვებხი გაიქცა სიჭნაოს ხმერი გამოაცხადე დაიჭიროსო. პრობლემა არ არის, იხუმრო. რაც უფრო ბევრს ამბობენ ჩემზე, ხო ახლა მე ამით არაფერი არ მეცე, მაგრამ გეტყვი რომ მე ეგ ვიცი. მე ახლა მუშაობდი, ხო, ბოლო და ბოლო 9 წელი დავდიოდი ძმაო ავინიონის ფესტივალზე და პროდიუსერი ვიყავი იქ იმას საფრანგეთში. არგენტინაში დავფრინავდი ლუნა-პარკში და იქ დამყავდა ხალხი გასტროლებზე და თბილისიდანაც თავისუფალი თეატრი ჩაყვანილი მყავს მოსკოვში და ნიკო გომელაური ცხონებული ჩავიყვანე იქ და გააგიჟა მთელი ისა და ჩვენი დიასპორა და ყველა ის ხალხი რომელიც ბევრი რაღაცა ის არის მე ვარ მენეჯერი მე არ მომთხოვ გინდა ძმაო ჩემთან ისა მოდი აბა ბუგალტრულად მე და შენ ვითამაშო 100 ნოლს მოგიგე ბუგალტრულად ხო დებეტი და კრედიტი ჩემზე უკეთესად არავინ არ იცის ყველა ფიქრობს რომ მე ფედერაციაში მოვედი და ვარდებით მოფენილი იყო ფედერაცია ეგერ არის ხალხი ცოცხალი რომელიც იყო მე რომ მოვედი ძმო მე რომ მოვედი შუქი არ იყო ფედერაციაში შუქი 21 მილიონი ვალი ქონდა ყველა შენობა ნაგებობა იყო ჩადებული ანგარიშები იყო დაყადაღებული და უკრაინის საელჩოში მივედით და ჯაბა იყო ელექტრიკი და მაგას თხოვე და მაგამ შემოიყვანა ერთი ნატურა და კომპიუტერი ჩავთეთ ნარგიზის და აი ასე მუშაობდით ერთი თვე მე ნარგიზი და რეზი ეს გებიცები ეს მაგას ვაკეთებდი 90-იანში ფეხბურთის საყურებლად და მე 2010-ში ვაკეთებდი ამას და რა გინდოდა საერთოდ ხო და გეუბნები რომ გირგირდამდე ეგ არის რომ ყველა ფიქრობს რომ ის არის ახლა ამამ რო თქვა რომ აი ჩვენ წარმატება და რაღაცა მე გეტყვი ჩვენ წარმატება იცი რა არის ხო აი რაც ახლა საქართველოს მიაღწია ჩემი გუნდის თუმცა ეძახიან რომ არაპროფესიონალები იყვნენ ჩვენი დამსახურება არის 0.5% ჩვენი ისა დამსახურება აი ახლა შეგეკითხები არა მეტი არა 0 და 5 და გეტყვიეთ რაღაცას როგორ ფიქრობ შენ 2 რო გავყოთ 0.5-ზე რამდენი გამოვა რა გინდა ეხლა შენი აზრით მითხარი აი 2 რო გავყოთ 0.5-ზე 2 ერთზე რო გავყოთ 2 გამოვა 0 0 4 კამაროვი დამთავრე. არ ვიცი ხო, არა. ეგრე გააკეთე? აი კალკულატორი და ნახე. ეგ არის მათემატიკა, ეგ არის მენეჯმენტი. რო შენ გააკეთე ხო 2 გაყავი. ისე მაშინ რატო არ ამბობდით? აი შემოტევები რო იყო რაღაცა. აი ეხლა რა ისტორიაც მოყევით, თუნდაც რა დაკუდა და იცი როგორ იყო? აი მოდი. 4-ია ჩემი. მართლა? თუ რატო? არ ვიცი, აბა. აწი შენი გადაფრინდა ახლა მომისმინე შენ ხო იძახი რომ რატომ არ ამბობდი როდის უნდა მეტყვი აი მე შენ გეტყვი არა 2 გავყოთ 1-ზე 2-ია ეს 2-ია კი ბატონო რატო დიმა როგორ თქვი მე რატო ხო რატომ ისე დიმა რატო გადაფრინდა იმიტომ ახლა უყურე შენ რო იძახ შემოტევებია არავინ არ იცის მაგრამ ახლა ხო გახსოვს სპორტის სამინისტრო სად იყო და ფედერაცია ხო იცი კი აი ჩემი დილა იცი როგორ იწყებოდა მინისტრი დადგებოდა, ხო და დამინახავდა და იქიდან ყვიროდა. სიჭინავა შენ თუ არ დაგიჭირო, ჩემი დედაო, აი ესე. წელიწადზე მე აი ესე იყო ჩემი. არჩილ ჯოჯოა წერს.
რატომ არაა შეზგვერდი ძოძუაში? ბევრი ქორჩა რატო არაა შეზგვერდი ძოძუაში? არა, რატომ ახლა ძოძუაში ვქა? მე მაგ იცი როგორი ურთიერთობა? მაგარი. ძოძუაში ჩემ პერიოდში ყველა. ხო და რატო არ იყო? ყველა ვეტერანი აი მომისმენე დიმა, ეს რაღაცას გეტყვი. ეს არა, მე გეტყვია. ახლა იმ კაცს გიკითხა კაცს. ვიცი რომ ხუმრობა არის, მაგრამ მე სერიოზულად გიპასუხებ. აი ახლა მე რომ მოვიდე, ხო, რაღაც იმაში და ვამბობ, რომ აი მინდა ფონდი როგორც გავაკეთე ჩვენ ჟურნალისტებს ერთ პერიოდი გახსოვს, ხო? ვეხმარებოდით. მე ვთქვი რომ რაღაცა მივეცით ადგილი ინტერნეტი. მე მახსოვს ის იდეას კი ქონდა, რომ ისო ბენზინს ჩაგისხათ გუნდებსო რომ ჩამოხვიდეთ. ნუ აბსოლუტურად აბსურდული სიტუაცია იყო მართლა რა. მარტო ეს იყო? ბიჭო, მინდა ეხლა დანარჩენი ყველაფერია. ეხლა ფედერაცია რო გეტყვის რომ მოდი ბენზინს მე ჩაგისხავ რომ თამაზე ჩამოხვიდე. ახლა შეგადაცემაში ვამბობდნენ რომ ვერ მივდივართ ქალაქიდან ქალაქში. ამბობდნენ კი კანისტრით ეხლა მაგალითად ბენზინს არ ვაძლევდი? კი, მე რა ვიცი, მე არ ამიღია ფერდი მაგ ეკიდებ საკითხები, ეკიდებ. არა, ხო იყო ეგ თემა, ხო იყო, ხო, მაგას გეუბნებ, ძი არ იყო, რა, დამძიმე სიტუაცია იყო, რა. აი, მოდი ერთ ხუმრობაზე გადავალ. აი, ხუმრობა მირჩენდი. ხო, ამაზე რო შენ თქვი ახლა რომ ისაო ბენზინი და რაღაცაო. ისეთი პერიოდია, ორ შაბათს გუნდებმა განაცხადეს, რომ შაბათ-კვირას არ თამაშობთ. ხო. ხელფას არ გვაძლევენო. და შანსი არ არის რა, არ გავალთ. ნუ ახლა რა არის, შაბათ-კვირას გუნდები არ თამაშობენ, ორ შაბათს სიჭინავა გადადეთ. ისევე, ხო? დავჯექით თვითონავში მე და რეზიკო და წავდი UEFA-ში. და ამ სასაცილო ისტორია მინდა პროფესორ რეზისთან, ხო? ხო. მაგრამ ეს სერიოზულსაც ვერ ამოიღებ. ხო და რომ ჩამოვედით ახლა UEFA-ში პირველ სართულზე არის, იქ სიგარეტის მოსაწევი, ყავა, წყალი რაღაცა იქ არის და მე ახლა სიგარეტს ვეწევი მე-4 კლასიდან. სიგარეტის გარეშე არ შემილია. ეგ ჩემთვის არის სიგბილი. და პლატინისთან ვარ მოსული. და პლატინის კაბინეტი აქვს მეორე სართულზე და პლატინი ჩამოვიდა და შემოვიდა აქ. ჩვენთან არ ეწევა სიგარეტი და არისო ეს და ზის. პლატინი, თეოდორისი, ახლა ვინც არის ხო გენერალ-მდივანი, რეზიკო, მე და ცხონებული პეტრიაშვილი. ხო, მაგარი კაცი. და ესე ვზივართ, კაროჩე და ნუ ახლა მიდის და ვეუბნები ასე მინდა მე ფული მჭირდება მეთქი. რა ფული მჭირდება და მე ვთხარი აი ასე არ გამოდიან და კაროჩე ორ შაბათ ისა შაბათს თუ ფული არ იქნება. ა? პლატინს ვთხარი? მე ვთხარი ფული მჭირდება მე. ეს ფული თუ არ იქნება მე ვთხარი, კაროჩე ორ შაბათს დაიწყება ეს მიტინგები ესინებ კაროჩე და უნდა გადავდე რა. ბიჭო, სოფლიოში არ მომხდარა ისეთ რაღაც ლაპარაკობა, რასვიო, ფედერაციამ როგორ უნდა უხარდოსო, ისა. ფული გუნდებს. და ეს ახლა მარწმუნებს, რომ ეს არ უნდა გააკეთო. მე ვთხარი, არ მინდა რა, მე ვთხარი, კაროჩე, ამდენი ისა და კაროჩე, გავიგე მეთქი. და ამ მომენტში, აი აქ ახლა ხო შანტაჟი პლატინი ფაქტია. არა, ახლა ყავა და იმას ხო, ყავა და წყალი ხო არის და თორე გადავდგები. ხო და აქ შემოდის მონიკა გოგო ბელუჩი. არა, ბელუჩი როგორ გახსენდება არა. მონიკა არის მხიტარიანის და. ვერ ხედა ჰენრიკასი? ჰენრიკასი და. მუშაობს ახტება ჩემი. ხო, დედამისი მუშაობს. ხედავ ეს როგორ გაიკაჩა ჰენრიკა თურმე? ო, აწყო ყველა ნათესაობა. ხო და წარმოიდგინე ახლა შემოდის ეს გოგო შემოდის და ყველა გავჩუმდით ახლა ხუთი მამაკაცი ვზივარ და ბაზარი არის ფულზე რა. ხო. და გავჩერდით და დგას ახლა ეს მონიკა და ეს ჩააგდო ეს რაღაცა და ელოდება სანამ ეს ყავა და არა ოსტრი და სანამ ეს კაროჩე ყავა ჩამოისხმება რაღაცა და ნუ ახლა რაღაც ისეთი პაუზა უხერხული გაიგე და მე ვეუბნები არ ვიცი რაზე მომივიდა ვიში და მე ვთქვი მონიკა а вы знаете что ревас армянин არ ვაზზე უთხარი? და რეზიმეონება ახლა რა არ უნიო ბაბუშკა армянин то рези да моя бабушка багратиония მოიწევს მაგარი იქნება ხო და მაგისტრის იმას გაუსწორდება და რა ეგრევე ამამაც ისა და багратиония რეზი გაგიზდებოდა აგიზდა რომელია ბაგრატიანი და ახლა წამოვიდე აიღო ეს ყავა კაროჩე და მოვიდა კარებთან ასე კარი გამოაღო და შემოხვედა და ревас а я думаю почему вы такой умный
რა გაუგზავნა და გავიდა. რა გაუგზავნა. გავიდა, და ნუ აქ ისე ყველაფერი მოხდა, UEFA-ში ისე მოხდა, რომ პარასკევს უკვე ფული იდო. დაწყარ უნდა შე რატო ეგ გუნდს არ დავასახებ ის რო ჩამოსულიყო თამაშზე ხო? მაგიტო ის იდო ეგ ფული. არ ვიცი. და შენ რო არ გადამეგარიყავ. ალბათ, ხო დამაბრალია. ხო და მომისმინე ამ ისტორიის გაგრძელება ყველაზე მაგრამ მევასება ბოლოში რაც იყო და ნუ ეს ფული მოვიდა ყველაფერი პარასკევს ფულები დავარიგეთ პირველი ლიგა უმაღლესი ლიგა და ნუ არავინ არ გეკითხება სად გააძრეო? რა ხელი მოიტა მებაღეს რა კითხულობ. შაბათს არის თამაში მესხზე. და მოვედი ბიჭო და ეს რაც მოხდა იქ ახლა მონიტასთან ხო მინდა ხო ვიღაცას მოუყვე ეს და კიჭა ვნახე მამის მოუყვე და მოუყვე ისოსისედო ხო იცი ხო კიჭა დაახეცია მაგრამ მოუყვები და კიჭა დგასას არც გაუცინია აგრატიონი დედის მხრიდან აგრატიონი კაი ხითარიანის დადაფასება ხითარიანს გაასახეზე ისე არა ლაპარაკი ეგა წერდია აუ ისე თქვა კარგიდა კიდე რაღაცას კითხავ მოდი კითხო ბარემ ბიჭები მედე გიორგი ბუკია ელარჯი თუ გებჟალიაო ხა ბარსა თუ რეალი გუნდი არა აუ ეს ნახე ეს კუჭის მონა საფერი გაიგო ელარჯი თუ გებჟალია ამოარჩევი ხა დავიჯერო აი ორივე ბარსა რეალი ხო არის ორივე პელია მაგარია არა ამოარჩევი ხა მაქედან ორივე ხო მაგარია მოიცა ერთი მაშინ არა მაინც თქვი რა აი მაინც აი უნდა რა კაც რა გიორგი ბუკია ბაჟე არც კიდაც ყველაფერი ბაჟე გაია ვერაწყეინა ეხა იმას რა ქვია ის ჟიდები მეგრული სუფრა არის ესპანეთის ნაკრები 2008 წელს ჩემთვის ხო და მომისმინე ერთ რაღაცას გეტყვი საერთოდ ეს არის გადავწელავ ხა მაგრამ მე ამას იცი როგორ უყურე ყველა დაუტოვე კაცოტო ყველა კუთხეს ასე ჭამს ეს გადაგულობიანი მეგრელი კაცი კი ახლა ხორცი არავინ არ თქვას და კახეთში უნდა ჭამო კი ბატონო წვადი და ხაშლა რა ლორი უნდა ჭამო რაჭაში ხო ხალი დაისა იმერეთში სამეგრელოში ხაჭაპურიზმო ზმის ყველი სულგუნი რა საბარაგო ზის ნაწარმი ჩვენთან და რამე დესერტი თუ გინდა აჭარაში აი მე იცი რა პროცესი მოყავს ზის ნაწარმი მარტო რატო ეს ისა გებჟალია და ის რა არა ზის ნაწარმი ყველაფერია ყველაფერი მე მეგრული სულგუნი მე ხა იქ ვარ გაზდილი ფოჩი ბებიაჩემი თვითონ ის ხვაბია რომ თუხთუხებს რა ელარჯი რო კეთდება ეგ არის ახალი ბერნაბეუ რა აი ახალი სანტოც ხო ბერნაბეუ ერთხელ ცუდად გავხდი ღამე რეპორტაჟები მორჩი ლიგა ხორი თამაში მივყავდა ხოლმე გადამულად და მე კი აბზორი და 5 საათზე მივიდოდი სახში და 7-ზე ვიყავი უკან სამსახურში ეთერში რანუ და საღამოს რო შევედი ესე თებში იყო და გადაფარებული იყო რაღაცა რა შემოცულობა გამიჩალიჩა რა ესე ვთქვათ გადავხარ და ჭადები ელაკა რა ეს აბა ერთი მაცივარში თხელი ოღონდ ესე კაი უზეთო და აბა ერთი მაცივარი გავაღოთ გავაღე მაცივარი აი ამ ხელას უგუნდებს რა და ხო წვენები რო პარკში რო და წვენები რო და კიდე რაღაცას და გადავხარ და კიტრი და პანელი საათი და ესენი გამოვალა გეზვიათ ხო ჩემზე ამბობს დილით წავედი სამსახურში და შემიცოლი მირეკა შენ როგორ ახარ იმდენი გამე სულგუნი ამ ხელა იყო დატოვებული კიტრი პანელი არ იყო და ჭადეს უყველა სულგუნი ესე იმიტომ ხარ კონკურსის ტანზე სულგუნთან ერთად შევისეობნები საბრინას ძუები რო გადაე შეჩემისა შენ რას დგები და იჭიმები ეხა არა აღარ შეხედე ჯობია ეგ მე გვიან ხდება ისე აი პლატინი და ის ვინც ყოფილა რა ქართული საჭმელებიდან რომელი მოწონებიათ ხო იასნა ეხა მაგრამ კეცმაზე რა სიტყვიო დავით ჯანელიძე წერს კეცმა ჩვენ ყავდა თუ იყურე არის ჩვენთან იყო კეცმა მე გეტყვი იცი ის მე ყავდა ტრილო დაიწყო იქ ევროპაზე ჩვენთანაც წამოჩნდა ჩვენთანაც ამოვიდა ბიჭო აი კეცმა არის რა მე შეგეტყვი ერთ რაღაცა ზმაო ხო არ მინდა ხეზმაზე ვილაპარაკო იმიტომ რომ ბევრს აქ რაღაცა მე ხეზმა ძალიან მიყვარს დიდ პატივს ამ კაც მაგას აქ ერთი პრობლემა აქვს რომ აი ხო იცი კომუნიკაცია პირდაპირ არის აწვება აი ყველაზე მაგარი მაგის აქციელი ვის მერე აი საერთოდ აი რაც არ უნდა მითხრას ვიღაცა ხეზმაზე ხო კაცი რომ მოკლას ეს რო გადაფარ ხორვატიას თამაში გახსოვს აუ რა სამბობ ეგ ხო და მოვიგეთ ხორვატიასთან თამაში მე თქვენი კომენტარიც მახსოვს მაგის მერე კეცბას ნაკრები არ წააგებს თბილისში რა კარგად იყო მაშინ
2009-ში თამაში აწაგვიგი. ხო, ისე ჩაატარა. ხო და მეორე დღეს შეგჭამეს. მე და ქეძბა წაგვიყვანეს პრეზიდენტი. თუ მოვიტყვე ერთი სიტყვა, ძმავასე ვზივარ. ეს ვზივარ, კაროჩ და დროინდელი პრეზიდენტი ეუბნება ქეძბას. ისა თემურიო, რამე თუ გინდაო, ხო, ფული, სპორები, ანახალი ეკიპა, რაც გინდა დიახ. ეს პრეზიდენტი ლაბორატორი. დიახ. აი რაც გინდაო, ყველაფერსო შეგუცროთ რაღაცა და ქეძბა უთხრა კი ერთი თხოვნა მაქვს და რა და დემიტრაძე გამოუშვით. აჰა. აი რატო არავინ არ იცის პირველად ეს ეხლა მე. არავინ არ იცის. დედას გეფიცე, ეგ იყო და აი ეს შევხედე. ხარ და ეს გავგეთე მხარეს მაგარი კაცი. დემე ისეთი ტიპაჟია მაგის დაჭერა ვიცი. აუ დემე ბიჭო მაგარი კაცი. დემე გეტყვი რაღაცას. დემეს ისეთებს მოგიყვეთ ზიად ეხა. მაგრამ გინდა ჩვენი ორი გადაცემა იყო ფაქტი. არა, რას ამბობდი რა, არა. დემეს კაროჩი მე მაშინ რედისონში ვარ, თუნდაც გადაც შეხვედრა მოვარ მე-18-ზე ხო იცი და დემე გაიჩითა და ლიფტთან დგევარ და ესე და დემე მოვიდე და სიჭი. მოდი აბა ასლარიანი რომელი მოვა უფრო ჩქრა. ბიჭო. აი მე ქართლოსა ჭუმბურიძე ხო გახსოვს შენ დროს ხო ქართლოსი იყო ეგეთი კეთილი ტიპი აი რავი პეტრო და ქართლოზე რო გული წყდება ეგრე ნუ რავი ზიად მართლა არავიზე თან აი ნუ არ ვიცი რა და ბოლოს ქართლოსი ავიც ეხა ახაც მოусმეს ალბათ და ქართლოსი რო უკვე შეყავდათ უკვე ძალიან სუდათ რო იყო ათესავი იყო მაგათ ვიღაც ჩამოსული სუდათ იყო და ახაც შეხედა ქართლოსა და გეხვეწები ვიხედე რა იმასო ანუ თვითონ რო შეყავდათ ეხა ცოტა ამ იმას ვიქნა რა ემოციებში გადავედი ნახდათ და მე მოყვების ასილო ისტორიას ქართლოსთან რა გავუკეთა დემემ. ოღონ მეს მივიღე მონაწილეობა, მე ჩათლახი ვარ. ხო და აი ესე უთხრა რა, რომ იმ კაცს მიხედე კახა გაგიჟებული იყო, რომ მოდი იქ აღარს გამოსულა რა. მე მორჩა ქართლოსი და რავი ჩვენს უგახსოვს და ავიც ეხა პეტრო გარდ ყველა ჩვენები ვინც იყო და არეული დრო არის მაგარი და ბენდელას თასი ტარდება ომია თუ რაც არის სუ ტარდება ეს ზაზა ბენდელიან ჩვენი მეგობარი აფხაზეთში დაიღო პომოში და მე ქართლოსი და დემეტრაძე ქართლოსის მანქანით მივდივართ ფედერაციაში, რაღაცებს მოსაგვარებლად, პრიზი, შმიზი, რაღაცეები. მათხან მიტინგია, რაღაცა ხდება, ხან შუქი არ არის, ხან ეს არის და მივაყენეთ. ქართლოსი ავიდა ფედერაციაში. დემეტრაც ზის, რა და გვალოდინე. აუ გავატრაგავ რამდენი ხანი გვალოდინებს. მოდი ეხლა რაღაცას, არა, არც მოულაპარაკია ჩემთან. უძე მოდის ქართლოსა და ეხლა ამყევიო და გაიღო კარი ჩაჯდა ქართლოსა და მაიცა ქართლოს ერთიო და რადიოში რაღაც გადაცემაა და აუ ესო რა თქვესო და რა თქვესო ქართლოს საეომნება. რა თქვესო და შეკრებები აიგზავნაო კაროჩ ქალაქშიო რა და მას ხუთი კაცი ვერ დადგება ერთად და ტურნირები გადაიდო ბენდელას თასი ხვალკე და ქართლოს თავის ხელებით ეგეთი რეაქცია მე რო თუმენა რო დაუწყო ტორპედოს თავის ტყვევა და ხელების ტყვევა და ერთი წამი მასალეთო გადახტა მანქანა რა ვარ და მივარ და ბადრი ქარქაშაძეს რას მიშენეთო რა გინდა ქართლოს აი ყველაფერი ხო გავაკეთე მოკდა აი ეს ეგეთი ცუღლუტი რა ხო ხდება იმ წუთში მოებიგა რაღაც გვალოდინეო აქო ეგ ხო არ არისო და პეტროს წვილიც გითხარი ამ სუპერთასის ამბავში რა პეტრო ეხა მე UEFA-ს ლიგის ფინალებზე დავდიოდი ისეთ რაღაცეებში რო გაიგებდეთ საქართველოსდან ვიყავი და პეტრიაშვილის ვიცნობდი და ეს ბორხა იყო იქ ეს ვინც აგვარებდა რაღაცეები სულ ხდებოდა პეტროს ისა სახელი. მე მოვიყვანე ერთხელ გადაცემაში და ერთხელ ტელევიზორში და დავასახელე პირდაპირ აი ეს არის მეთქი დელეგატი იყო სპარტაკის თამაში ლიგის. აი ეს არის მე ვთქვი რო არ მოდის თქო რა და დედამის დაურეკია და ამბის რა ჟევს ისანამ და რატო არ მიდიხარო პეტროს ნაჩუქარი მაქვს საათი ჰალსტუ ლიგის რა ეს UEFA-ზე ისე რა მაგრამ წდება გული რომ პეტროზე გვიჩხარ ხო აი სანამ უშუალოდ იტყვი რა სტადიონთან რომ მიდიხარ პეტრო არენასთან ვერც მიხვდები რომ სტადიონის ჩასახვევია სულ რაღაცეებია ისე ნუ ეხლა ეგ ხო მაგას ეგეთი დამსახურება აქვს და რა ვიცი ძალიან სამწუხაროა. კი, მაგრამ მე სახელი ქვია კაია. პეტრო მაგარი კაცია, გეტყვი აი სერიოზული იყო ჩინოვნიკი, აი სერიოზული. წონიანი ტიპი იყო რა იმენა. გეტყვი როგორ მოხდა ეს სუპერთასი საერთოდ საქმე. ხო, ეგ მოგიყევი, ეგ საინტერესო ისტორია. 2009 წელს მე და რეზი მივფრინავთ, ჯერ ბლატერს შევხვდით და გავიცანით ერთი და მომილოცა და მითხრა რომ გილოცა ვიგიტაკეთ და ბლატერთან ვიყავით მე UEFA-ში წავედი და პლატინის შევხვდი და ნუ აი ახლა წარმოიდგინე როგორი სიტუაცია მე და რეზი ვარ გილოცავ ძალიან კაია ყველაფერი მე ვიყავი საქართველოში ხო ერთხელ ვიყავი და აეროპორტში წამიყვანეს და 7 საათი გვიჯექი და დამტოვეს და წავედი ვიყვება პლატინი პირველი გაცნობა. აი, მე უკვე დასაწყისი. ხო, ესე, კაი და
მე არჩევნები რო იყო, ნოდარამ ხმამე არ მომცადა იმას გერმანელს მის. ამ დეტალებს ბაზრობს. ხო, რა მეუბნება, რა იცოდეო რა, პროსტო. ეს მეგონა ეზილ ხო ჩააწყვონე და. აცადე რა, ხოდა ნუ ახლა ხო ყველაფერი ვიცით უკვე, კაროჩე, გავიგე ახლა ის კაცი მეუბნება კი ძმაო ხარ პრეზიდენტი რაღაცა, კაროჩე, ისა, მაგრამ ჩემგან რაღაცა ის არ იფიქრე. აი, ნუ გასაგებია, დიდი მადლობა რაღაცა ვითანამშრომლო და წავავედი თბილისში და ტეპი არის კიპროსზე. კიპროსზე ტეპი არის და ჩავდივართ ამ ტეპზე. და სანამ ტეპი დაიწყებოდა რაღაცა, პლატინი არ არის, გაიგე? პლატინი და ინფანტინო არ არიან. და ერთი 15-20 წუთი დაგვიანებით მოდიან და იმაზე კი არავიდნენ პოდიუმზე, აი. ქვემოთ ეგრე დაადგნენ, კაროჩე და ამბობს რა პლატინი რო იცითო სიონი ხო გასოს შვეიცარიის სიონი გუნდი აი ეს პრობლემა არა იქ იყო პრობლემა მაშინ ესე ამათმა გააგდეს ლიგიდან ხო კი თამაშობდა ვიცი გააგდეს იქიდან და პლატინი ამბობს რომ აი ახლა მე გეუბნებით რომ შვეიცარიის სასამართლო მიიღო ესო სარჩელი და ჩვენო ახლა აქედან რომ გავფრინდებითო მეო ინფანტინო კიდე იყო რა ვიღაც ხამისა ჩვენო დაგვაკავებენო რა. და თქვენთან მოგმართავთო რა გავაკეთოთო. აი რას მირჩევთო? ვითხარითო. ნუ გაუჩე პირველი ვინც იყო ეს ფრანგებს კითხეს და ფრანგმა ადგა და ეუბნება რომ მისტერ პრეზიდენტ მე თქვენ იცით რომ ვარ იურისტი და მე გირჩევთ რომ ჯერო მოხდესო რაც უნდა მოხდესო და მერეო ჩვენო მივხედავთ. მე იტალიამ იბაზრა ხო ეს ხო ზივართ ალფავიტი და იტალიამ იბაზრა რომ ასეო რომ მე ვარო იურისტიო, ყველა იურისტი იყო, მე ვარ იურისტიო და გირჩევ და ასე გავაკეთებდა. მე ასე ვზივარ ახლა ეს მიკეთია. მე გერმანი და გერმანელებმაც იგივე თქვეს და ანუ დაიგო მოვიდა პეტრო, მოვიდა, კაროჩე და ესე და მითხრას ვიარ. აი, თხოვო რა რამე თქვიო. просто რამე თქვიო. просто პრეზიდენტო ცოტა პადეშკა რო თეთრია. პატინი არის აი ასე. ო, ეხა ნუ. და ტიპები გეუბნებიან ჩადიო შენ დაგიჭერე. არა, იმათონ დაიკიდეს ეგრე ქვია მაგას ეხა რა, ხო. აი, ხო და ესა. მე ვთხარი მიკროფონი მომეცით მეთქია. მოვიდო მიკროფონი და ან ბისარი ბიჭო, ხო იცი, აი, ყველა შეგუებულია იმას, რომ ისა. მე ვთხარი მისერ პრეზიდენტ, მე არა ვარ მეთქი იურისტი. მაგრამ მე ვარ მეთქი ოჯახის წევრი. ეს არის მე ვთხარი დიდი ოჯახი UEFA, სადაც მე ვთხარი ჩვენ ვემსახურებით ფეხბურთს. და ერთი კითხვა მაქვს მეთქი. აი ის რაც მოხდა მეთქი, ბატონო პრეზიდენტო, სიონთან მიმართებაში, აი საქართველოს გუნდი რო ყოფილიყო, რომელიმე. იცით თქვენ რას გააკეთებდით მეთქი? აი თქვენ ყველა მე ვთხარი. აღმასკომიც თქვენ ღამე შეიკრიბებოდით მე ვთხარი. და 5 წლით ამიგზავნოდით მე ვთხარი საქართველოს თამაშს. აი ამას გააკეთებდით მეთქი. და ამიტომ მე მაქვს შემოთავაზება შვეიცარიის ფედერაციას 5 წლით აუგზავნოთ თამაში UEFA-ში. ვინ არის მომხრე? და ბიჭო იცი რა დაიწყო? armenia, Azerbaijan, Ukraina, მომე მიკროფონი და პლატინი იძახის, კაროჩე. პლატინი იძახის, რომ კაროჩე კოფე ბრეკიო 15 წუთი მოვისმინოთ და გამოვედი და მედარეზე მივდივართ სამიფარეში და დავდექით ახლა და ვდგევართ მედარეზი. კაროჩე რაღაცა პადეშკა მივეცით რაღაცა ეს არის და აი ახლა წამოიგინე ასე ხელი მაგ და ვიღაცამ ასე მტაცა ხელი და მეუბნება აი ბრაზ. იმ მომენტში შენო აი გაჩვენებო კაპისებ ეგ როგორ მოიფიქრე? აი რეზი. ერთად იმასკენით? ერთად ვიყავით. ხო და კაროჩე ისა ყავა დავლიეთ კაროჩე და ნუ წამოვედით რაღაცა და მაგამ თქვა რომ არჩევნების პირველი ჩემი ჩასვლა იქნებაო საქართველოს. გამოაცხადა. და პარიზში ჩატარდა ეს ყველაფერი ჩვენ ჩამოვედით და ხალხი წესიჭენაოს არაფერი გაუკეთებიო ფედერაციაში რომ მუშაობდაო თურმე ხელი UEFA უყირავებია ბიჭო თემა იცი როგორია შვეიცარი გაგიჟდებოდა შვეიცარის ასე ითხოვდა მე დავრეკავო
შევაჩერებო ყველაფერს. ითხოვდა დედას გეფიცები. No, ასე დარბოდა. No. ეგ არ არის რეზიკო ცოცხალი კაცი. და მივაბათ მე მაგაც რა უკვე სუპერთასის ამბავი ბოლო ფინალური. ხოდა ამას გეუბნები ფინალად როგორ მოხდა. ხოდა პარიზში კენჭი უყარეთ, მოიგო პლატინიმ, ყველაფერი და პირველი მაგის ისა ახალი პრეზიდენტი ჩამოდის თბილისში. და ახლა ხო იცი აეროპორტში VIP რო არის. ხო. და იქ დავხვდით ახლა ჩვენ. და პლატინი ამბობს რომ ისაო ერთი წუთიო, короче, არ დაინძრეთო და აი ასე ზის პლატინი, აქეთ ვზივარ მე, მძღოლი და რეზიკოზის წინ. და რა გინდაო? აუ, კაცო, მე რაც მინდა ლიგა ჩემპიონების ფინალი მინდა. აუ, არაო. შანსი არ არის. ევროპის მეთქი? არა, შანსი არ არის, სადაც ეს გამოცდილება უნდა კონდეს რაღაც. მაცალე ერთი წუთიო და, короче, სადღაც რეკავს. და რეზიკო ზის და რეზიკო ხო იცი რა არის დედას გებიცებს საფრანგეთში რო ვიყავი ფრანგულად ლაპარაკობს ესპანეთში ყველა ენა რო იცის ყველა ენა რო იცის ეგეთი ტიპია და ასე ზის რეზი და ეს რაღაცა და მივხვდი რომ ინფანტინოს ელაპარაკება რაღაცა და პრინცი თქვა რაღაცა პრინცი იქით აქეთ და აი ახლა წარმოგიდგენ ახლა ხო ზის რეზიკო აქ და აი ვზივარ მე აი და რეზი არ ვიცი რატომ და ასე მოტრიალდება Super taskwatne. აი გაგებული მქონდა. ეგ პელეის. იცოდით ხო მოყოლა გაინტერესა. აუ ეგ ნაღდი იყო თქო. ესე ხო. ასე კი არ მითხრა. არა რეზისთან. სუპერთასზე მე ერთი ისტორია ვიცი. შეხვედრა რო იყო გვარებს არ ვასახელებთ. რაზე? თუ მართალია დაგვიდასტურე თუ არა უარყავი. სტადიონი? რაღაც ხარჯების შემოშავა შეხვედრა იყო, ხარჯები უთლებოდა და ერთ-ერთმა თქვა რომ ისო მოდი თურქეთში ჩავატაროთ, ამდენ ფულს დავხარჯავთო და მართლა იყო ეგრე? იყო ეგრე? რა ვიცი. კაი, არ ვიდა მაგაზე გაგზელება. ხო იყო. მე ვიცი, ხო და მეაწერდნენ სტამბულ 2005-ში. აი ეგ მაგარი ისტორია. არა, წარმოვიდგინე. ანუ ისე ანუ იდეა იმათგან წამოვიდა, ხო? მოდი სუპერ ახლა ხელა მოთხოვნები, მოდი სუპერთასს წაიღე, UEFA-დან წამოვიდა, ეგრე გამოდის. გეტყვი როგორ იყო? იმ წელს მთავრდებოდა 15 წლიანი კონტრაქტი მონაკოსთან. ხო. ოსაბეზრებელი იყო ეგ მონაკო მართლა რა და ეხლა პირველი ჩატარდა პრაღაში. ხა კაი განწყობილება სხვა ქალაქებში შეატარებდა. მაგარია, თუ ეხლა იმ ხალხსაც ხომ უნდა მარტო მონაკო. ხო, აქედან დაიწყო, ხო? პირველი ჩვენი არა, პრაღა იყო. არა, ჩვენ გავაკეთეთ ის რომ გვაჩვენეს. მერე იყო კარდიფი და ჩვენ. პრაღა, ჩვენ და მერე კარდიფი. არა. პრაღა, კარდიფი და ჩვენ. ერთ სამობითა. ხო, და იცი რატომ იყო, მაგრამ პირველი ჩვენ გამოგვაცხადეს იქ რო იყო კიევში 2010-ში. რო საქართველოს 2015. ისე რა სუპერთასი ქონდა? ყველაზე მაგარი. ხო, ყველა რეკორდი რომ მოხსენით. ყველაფერში. ბილეთის ფასი. დასწრება. უსაფრთხოება, შედეგიანობა და ნუ ხარისხი. კი. და ერთადერთი მინუსი რაც ყველაზე სუსტი ფეხბურთელი სოფლიოში იმანც ითამაშა. ხო. იმას გეს. აწყალმა მაგრამ. კაროჩი. ხო, აბა აი ხო ყველა ხო ბაძრობს რომ აუ ჩვენ უნდა ვიყოთ იმაში, აუ ესავართ, ისავართ რაღაცა და თან ამას ჭკუას მასწავლის მთავრობა. გულშემატკივარი ხდება რა ახლა ამამ რომ ითხრას რომ რატომ თამაშობს სხვა ვიღაცა პეტრიაშვილი მესის დონეზე ეტყვი შენ და თამაშის დღეა და აი რაზმინტაზე რომ გამოდიან ფეხბურთელები ხო იცი და სუპერთასზე იძახ სუპერთასზე და განანეს მთავრობის იმაში ვიფში რაღაცა და მივედი ერთ-ერთ აი ყველაზე ზიად მოთქვა გვარებს არ ვასახელი ხო არა გვარები ყველაზე დიდ ნაჩალნիկთან მივედი და მივთხარი ერთი წუთი თუ შეიძლება და რა ხდებაო და ერთი წუთით მეთქი და კარამდე მივიყვანე და ესე კარი გავახსენე და მითხარი საქართველოს ბიუჯეტი დარბის მეთქი ერთი კაცი საქართველოს ბიუჯეტი დარბის არა ზიად ეგ ფულის თემა ხო ეგ ვადაღებულია და თუმცა არის 1001 მაგალითები რომ რაღაცა ნაკლები ფული და წკეთება არა ჩვენ მაინც ჩვენ ისენი გვაქვს რა არ კეთდება ძმაო მომისვენე არ კეთდება იმისთვის რომ არა მე ვიცახი მინიმალურ ბოდი შეგაწყვეტია მე ვიცახი ეხა რა სტადიაშიც ვართ აგვისტოს და ივლისის სისტემებში რომ ევროპულ და ორი ეტაპი გადავლახოთ გუნდ ყარაბაღები ესენი ახავენ არ არის იქ დიდი ფული ეხა აგერ გუშინ გაიარა ყარაბაღი იმას რა ქვია რა შემიზმა ეკიპირება ეხა ჩვენ ძალიან ხო გვაქვს არა ეკიპირება ხო აქვთ საჭმელი ვიტამინები ექიმი ყველაფერი ხო კი ბატონო ყველა კლუბშია ჩვენთან არა ხო და ეგ არის
ეგ მესმის მაგას ამბობს. მაგრამ ზამაგერო 20 კლუბში ვარ, მოთხინა ერთ ხო შეიძლება გავიდეს, კაცო. უნ გვინდა რა განა. სასწაული ეგ არის რომ 4 კლუბის გარდა რო არ არის, ეგ არის პრობლემა. ეგ თანის 4 კლუბისაც, აი დღესაც ვფიქრობ მაგაზე, რომ ფეხბურთი ესა რა ქვია, ჩემპიონატი უნდა იყოს 14 გუნდიანი ან 16. მაინც ფიქრობ ამ. ხათაშორი შეკითხვა მაგაზე მოგწონ თუ არა ეს ფორმატი ელიგისო, მაგრამ გვასახელს ვიტყვი რომ არ ეწყინოს ჩვენ მაყურებელს, ვინც იკითხა ეს არის მიხეილ მახარაძე. მართებულია თუ არა ასეთ სისტემით ჩატარდება ელიგა, როგორც ყოფილი პრეზიდენტი გვაინტერესებს თქვენი აზრი. მე გეუბნები რომ მე არ მომწონს, მე მინდა რომ უფრო მეტი იყოს გუნდი. ხო, მაგრამ რა გინდა? აი ფული ბენზინი გინდა უსხა მე რე კიდე? მოდი რა რაღაცას. არა, მართლა გეკითხე. მე ვიტყვი რომ ნაკალები 4 წრე და უფრო კაი გუნდი, 10 გუნდი, ფულიანი უფრო კეთილი. არა, თუ იდეალურ სიტუაციას სახავდა. ხო, რა გეცხინა. არა, არ მეწინა. აი, იცი რა არის? ფულიო რო ამბო, ხო? ფულიო. ახლა ჩემ პერიოდში ხო მე 6 წელი ვიყავ ფედერაციაში ხო 1 ოქტომბრიდან 1 ოქტომბრამდე ხო 9-დან 15-მდე მე გეტყვი ერთ რაღაცას ჩემი ძმა რომ ჩემ პერიოდში იყო გადაცემა კლუბების მეპატრონეებს მე აი ახალი მეპატრონები ხო ერთო მეპატრონე ხო იყო მაგრამ მე ფული ვის ქონდა მაგის მომისმინე ხო იცი თევზის ნათქვამია სამეგრელოში ეს უყვართ საქმეის მეტი რა მაგრამ პრიდურ გავაღოთ ყაიზე მებსება პირიო იმენა მაგრამ ამბობო თორემ მე ხო ვიცი ვინ რა მიიღო რა სარგებელი მიიღეს კლუბების მეპატრონოებმა რომელიც მერე გამოდია და იდახიან ეს შემტენეს ის შემტენეს ეს შემტენეს ის შემტენეს არგი რა ზვიად კმა რა მერე ეგ ერთადერთი კაცია რომელსაც კაროჩე არავის არაფერი არ შეუტენია მაგის და ისა ეს არის ბესო ჩიხრაძე ძმაო დიდ პატივცემ იმ კაცს გაგას ესო ვინახავს მაგრამ გიზო უყვარს რა საქმე იდეალურ სიტუაციაში იდეალური სურათი რო დავხატოთ ყველა კლუბს რაღაცა კარგი ფინანსები ინფრასტრუქტურა მაგ შემთხვევაში მოყვები რომ ბაზარი არ არის მაგარია გაზრდილი მაგრამ აი ახლა ამ მოცემულობაში როდესაც სეზონიდან სეზონამდე ბევრი კლუბი ვერ აი ბაში ბათუმის დინამოში ფინანსური ამბებია კრიზისიო დინამოშიც არ არის კარგი სიტუაცია ამას კაი მენეჯერი უნდა ძმაო მივდივართ მათ აი ახლა გეტყვი სქემა უნდა დაწერო აი ახლა გეტყვი იყო ეს პერიოდი ერთი ყველა სპონსორები რაღაცეები მოუძებნეთ ვიღაცა ჩაიბარა კლუბები ესენი ხო აი დინამო ქუთაისი და სხვადასხვა რა არ აქვს მნიშვნელობა და ერთადერთი კლუბი იყო ფოთი არავის არ უნდა აი არავის არ უნდა ეს კლუბი ნუ ეს მაშინ ხო იმ პერიოდში არა კი ძმაო მაგრამ მე მომისმენი მე გამოვედი ინიციატივით და შევხვდი რა ვინც ამას წყვიტავდა და ვეთხარი მომივიდა იდეა მე აბა რა უნდა მე ვთხარი ფოჩი პორტია ხო აბა ხო შემოდის მეთქი ხო შემოდის მეთქი ხო და მე ვთხარი კონტეინერში დევს 2 მანქანა ტიპები ხო ამას ყიდია მე ვთხარი 50 თეთრი დავადოთ მეთქი აი სპორტის განვითარების და 50 თეთრი ახლა $1000 რო ერთის ის კაცი 50 თეთრი ხო არაფერია ვა რა კაი იდეა არისო ანუ გამოდის რომ ერთ კონტეინერში ლარი არა ეს მეორე დღეს რეკავს ეს კაცი აგიგა დიახ მეთქი შენო ვიციო რამდენი შემოდისო ტვირთიო იმაშიო და კი ვიცი მეთქი 3 მილიონი ნახევარი კონტეინერი შემოდისო წელიწადში 3 მილიონი ნახევარი მივცეთო ფოთს არ ვიცით ხო არის ეს ფული არა მაშინ ნახევარი მივცეთო რა იდეალურ სურათს დავყავთ კი მაგარია მაგრამ ამ მოცემულობიდან ეგრეა იმაშიც მოყვებით რომ ბევრი რამეა შესაძლებელი შიგნით მენეჯმენტის კუთხით ვამბობ და მაგ თვალსაზრისით მე გეტყვი რა ერთი რაღაცა გავაკეთოთ მე და შენ უყურე აი ხო არის თქვა 20% ხო გადასახდელი ხო გაგშენ ხო სახელმწიფოების აი არ შეიძლება რომ თქვა აქედან 3% ან 5% ირიცხებოდეს რაღაც ფონდში სპორტის განვითარების ფონდში როგორ არა და ამის შვილი დადის ცეკვაზე ეს იძახის რომ მე ეს მინდა კულტურაში ეს ჩემი 3% გამომუშავებული 5 ლარი შენი არის ჭადრაკზე დადის იძახი ჭადრაკში უშვება ამ ჩემ 3 ლარს და ყველამ რომ გადარიცხოს ხო რომ არ შეეხოს სახელმწიფოს ხო დატვირთული რო არ იყოს მაგრამ განვითარდეს უნდა ძმაო სპორტი კულტურა ცოტა იმაზე გადავდივართ ეგ მაგარია მე გეუბნები ჩემას ხო არა მესმის კითხვა იყო თქვენ გაეცით აი ეხა კითხვები დავსვათ რა კარგი კითხვებია ეს არ ვიცი როგორ რას ნიშნავს ცხონებულმა ჯონი ჯანელიძემ რა უთხრა
არ ვიცი, აზი არ ვარ პირველად. არ ვიცი, არ გვახსოვს. კარგი. სუფრაზე რამდენი ლიტრის დალევა შეუძლიაო? რამდენი ლიტრის დალევა შეუძლია სუფრაზეო? ნუ მე გეტყვი რომ მე რამდენი დაგილევია? მაშინ ესე. მე გეტყვი, ეხლაც ეს კითხვა ვანიკო ენუკიძეს ეკუთვნის. აი ვეტყვი ვანიკოს რომ მე საერთოდ სვავ წელიწადში ორჯერ. აჰა. მეტი არ მანამდე ახალგაზრდობაში? არა. აი ბევრი დალევა რა. ყოველთვის ესე ვარ. და სვავ არ აქვს. წელიწადში ორჯერ ამე თარიღებია თუ? არა, უბრალოდ ორჯერ წელიწადში. ორჯერ გამომდის ეს მაქსიმუმ მე. რაღაც აი ანუ დალევა არ გიყვარს რა. არ მიყვარს დალევა და გეტყვი რომ აი ერთ ჭიქას რო დავლებ და აი კარგად მიდის და ეს რუჩნიკი ეგრევე ჩუვარდება და სადღაც ლიტრა ნახევარი არაყი და ლიტრა ნახევარი. არ აქვს მნიშვნელობა სახლის არის ის ბოთლის არა, სახლის არ მევასწრე. არა, მაგარია. აბა? გიგა მოსტაღანაშვილი, ნაყენი შოკოლადის თუ ვანილისო? გაგიჩნდათ ეგრევე თუ გინდა რომელი შენც მითხარი. ნაყენი გიყვარს? ნაყენი არის. ანუ სულ დიმა შენ შავი თუ ეშველება ქართულ საკრებულო ფეხბურთს შავს მოგცემ ხა ქართულ ფეხბურთს გასვია ეშველება. ვანიკო ბატარაძე ეშველება ქართულ საკლუბო ფეხბურთსო. ეხო ვილაპარაკეთ მაგაზე კაცო. საკლუბო ფეხბურთი კი მე გეტყვი. გარჩევდი იქნება უნდა კაც. არ მინდა. წერა მეც გითხარი და არა. ერთი წალი შევჭამლე ფული უნდა. ფული. აი ფული. მაგაზე ვილაპარაკეთ ვანიკო ქავთარაძეს მადლობა ამ კითხვისთვის და თბილისში დაგეგმე ახალ სტადიონზე რა სიტყვით რამდენად ჭირდება ქალაქსო? მე მაგ ჩემი აზრით გეტყვი. ნუ მე პრინციპს ვერ ხვდები, შეიძლება ეგ რაღაც ურბანული ის არის, ხო, ქალაქის და ამიტომ უნდა გადაიტანო დინამო სადღაც. არა, დინამოს გადატანაზე არ არის გაცვლობა რა. ახალის გაკეთება. ახალს აკეთებ 70,000-ია. დაემატოსო. რო უკვე პრეტენზია გქონდეს, საერთოდ ვერაც გინდოდა ლიგის ფინალი ამბები, რომ ესეთი რაღაცა მე ვიტყვი რომ ჩვენთვის უნდა მოეცათ. არ ვიტყვი ქვეყანას, მაგრამ ის UEFA-ს რა უნდა მოეცა ლიგის ფინალი? არა, UEFA-ს თასი რო ჩატარდა სადღაც. ის ჩვენთან უნდა ჩატარებულიო. აუ, რა სამბო. ეხლა? ნუ ეხლა არა, მე ბიჭო 10 წელია წასული ვარ ფედერაციაში. აუ, UEFA-ს თასი ჩატარებული, ხო? იცი ხო რომელ ქალაქში? რატო? რა მოყევი ეხლა? რა უნდა მოვყევათ? არა, თქვი, მიდი რა ბარემ დაინტერესებს ჩვენ მაყურებელს თან, კაი იქნება. რა ვიცი, მაგდა დიაშვილის ის წაიკითხე ინტერვიუ რამდენიმე წლის უკან და იქ იყო ვიცი ეგ კაი მოეცა გასა არ მახსოვდა ეს ეს ჩვენი ამაზე ვიყავით მოლაპარაკებული ჩვენ ბიჭო ყველგან ყველაფერს ხო შენ მოლაპარაკება ყველაფერს ხო პირადი ურთიერთობებიც არის ეგრე შენ დაიჯერებდი აი არავის არ ჯეროდა რომ დინამო სტადიონი სუპერთაზე აივსებოდა უცხოელს ეს არ ჯეროდა ასისულელი ო არა შენ ხო ვიცით ეხლა 1000 ბავშვი ჩაგედული დგა სტადიონის ხო გახსოვს? იცი ვინ იდგა ის ბავშვები? როგორ იდგნენ? როგორ? არავის ხო ამაზე არც კომენტარი გავიტანე არაფერი. სომეხი და აზერბაიჯანი ასე იდგა? ნუ ეგ ისა ხო მე კონფლიქტები სადაც იყო ის მოლდოვა რატო არ თქვით მაშინ ეხლა რა უნდა თქვა მე ბიჭო ვინ საინტერესო იყო მე საიდან გამეგოა ხო აი სუპერთაზე რო იყო გადაცემები სადაც კითხვები ყოფილა ხო იყავით ინტერვიუს ადლევით მაგრამ ხო რატო ეგ თუ ვერ გავიგე რანაირად ეს ბავშვები ყველა იყო ძმაო ქართველები ჩვენი ქართველებიც იყო რუსებიც ყაზახები ყველა სადაც აი საბჭოთა კავშირის მე ერთადერთი თურქებიც იყო თან ეს ყველაფერი იყო უფასოდ და ეს პროგრამა რო არის ხო ბავშვების პროგრამა იმას გაგიჟდა სანტა კლაუს ვეძახი მე იმას გაგიჟდა რომ ეგ შეუძლებელი პლატინის სუპერთასი რო დაიწყო ხო გამოვიდა და გამოშტერდა რომ ის არის და იმ კუთხეში იყო თავისუფალი 960 ადგილი და მითხრა უყურე ეხლა საიწამოედი ეხანდელ ნაკრებს და ეხანდელ ამბავს მინდა შევეხო ფედერაციამ კობი მამათმა რაღაცა აი ბევრ რაღაცა გაკეთა კი ბატონო სტადიონები ნაკრების ეს დიდი წარმატება პირობები ყველაფერი შეგვიფასე ეს შენი ემოციები მოდი აი 26 მარტს სად იყავი საბერძნეთთან რო თამაშობდი სტადიონზე იყავი ბილეთი ვერ ვიყიდე. საბერძნეთ საქართველოზე. ავედი. აი, ხუმრობ მომისმინეთ.
თქვენ აქ რაღაც მესმოდა თქვენი ლაპარაკი ამამ როგორ თქვა რომ გეთქვა ძმაო რა. აი ახლა თურქეთთან დაგიწყო. არ არის ბაზარი გაგიკეთე ძმაო. არა. გამდენჯერას. მაინც ერთია მეც არ გამაყირავ ნუ ჩემპირდა. ვიზო. ერთად დავждეთ. ხო და არა, მე გეტყვი, როგორ უნდა შევაფასო, მაგარი რაღაცა. აი სასწაულია, ხო? მე უზომოდ მადლობელი ვარ, რომ აი ამ პერიოდში მომიწია მუშაობა და მე ამ პერიოდში სიცოცხლე რომ დღეს ვამაყობ იმით, რომ ის ბავშვები, რომელიც ჩემ პერიოდში პირველად გავიდნენ ევროპაზე 17 წლის და 19 წლის ბავშვები დღეს თამაშობენ ეროვნულში. კი, ვიცით, კაცო, ვიზეს ამბობ ხარ. ყველაზე მაგრა იცი რა მისტორდება, აი, ყველაზე რაც გიждები. გახსოვს ის პერიოდი როგორი იყო, რომ აი წერა და ისინი და სიჭინა ვამაავსო მეგრელებით ეხლა იგივე ხდება გამიჯერე რა. ხო გახსოვს? მაგას ვერასდროს. ეს მეგრელებით რას ნიშნავს ეგ? ნუ ეგრე იყო, ხო გახსოვს როგორ იყო სულ მაგას წამომძახები. ქეძბაიას დროსაც ხუმრობის შემადგენლობაში. არა, ეგ ის არის, ხუმრობ არის, მაგრამ ყველაზე მაგარი იცი რა არის. სასიამოვნოა ჩემთვის. და ამაზე მაგ ორი პასუხი. ხო, ორი რაც მე ვარსება. 3 მილიონი ნახევრიდან დვას შემტა ჩვენა ვართ. ამას ვერ გავუკეთ. დვას შემტა. ხო. და მეორე რასაც გეტყვი, ხო, იმ დღეს რომ მთელი საქართველოს შეყვარებული არის ხუჩა კვარაცხელიაზე, ნუ ეგ ჩემთვის ხო აი ხო? მაგრამ ხო გამოგან. არა ბიჭო, როგორ არის ახლა მე ბევრ რაღაცაზე კიდე არ ვეთანხმები, აი როცა კი, რას ქვია, ამაყობ კი არა? კი. ძმაო, ჩვენ ყავდა ჩემთვის ყველაზე დიდი ფეხბურთელი ქართული ფეხბურთელი არის კინგლა. ნუ რა ვიცი ახლა როგორც გინდათ ის. ყავდა ჩვენ გადაცემაში და უყურე ერთ მაგას კარგად. ყველაზე მაგარი ფეხბურთელი იყო ჩემთვის, ფუტბოლისტი. ჩემთვის კი. ტიტულებს არ აქვს. არა, ტიტულები ხარისხი, მაგას არ ვიძახი მე რომ მეწყობები ამ კონდე. ტიტულები ახლა ქონდა აქ კალანძი. ხო, მაგაზე კი, ეხლა ხო. ახლა ძმაო, აგერადი ხვიჩა იმედი მაქვს რომ ახლა მეორე ლიგასაც მოიგებს, უქროს ბურთსაც აიღებს, ხო? ერთ წელიწადში დავაერეალში რა, ეხლა მაიცა მართლა რა, საფრანგეთში დიდი ხანი არ გვინდა ძმაო. მაშინ მაცალი ჯერ ვინისიუსი გავყიდე. ნახე, ახლა დაიწყო ხო იცი რა გვაგებია რა სიზავ. შენ ვინისიუსი რაღაცა უკვე იქ რიალშიო. აი ეს თავარი ის არის და მაგრამ გეტყვით რაღაცას რომ ბიჭო, ყველაფერს თავი რო დაანებო. მე ახლა ვგიჟდები ზურიკოზე. ზურიკო. ჟორჟი ზურიკო რა ვერა გამარდა ძმაო. აბა ჟორჟი ჩეხეთის თამაში გაიხსენე ძმაო. გამარდას კისერზეა იქ ყველა. არა ჩეხეთის თამაში რო უნდა მოგვეკოთ ბიჭო. აი ხო ფეხბურთი კანონზომერია ხო არა ხო დაგვაღუნდეს თავზე ბურთი რეები გვიქნეს და პირველ ხუწოჩი აი ზუსტად მამარდას კართან ვიჭექი მე. პირველ ხუწოჩი ვიყურებოდი ხო ერთო გვიშალე 5 ბურთი გამოაძრო ხუწოჩი ბიჭო. და მაგას გეუბნები აი ამაზე უფრო უნდა ილაპარაკო. აბა რა. ამ ბიჭებზე, იმიტომ რომ თაობა რომელიც მოდის უნდა იგრძნოს რომ ხარ შეფასებული. აი ახლა დაიწყო რაღაცა ხუჩას გამოჩენის მერე მამარდას გამოჩენის რეგიონებში წამოვიდა ბავშვები. უყურე რა ხდება? ესენი სხვანაირი ტიპები არიან ვაფშე. თვითონ ნაკრების ფეხბურთელები ძველები ამბობენ რა, რომ მან არ იყო ეგეთი სიტუაცია როგორც არის დღეს, შიგნით გუნდში რა. ესენი არიან ჯიგაი. ეგ მაგათი თვითონ მაგათი პრობლემაა, რა. ფეხბურთელი აღიარებს მაგას. არა, ამბობენ ზოგიერთები, რომ პირდაპირ ჩვენთან საუბარში ამბობენ, რომ ჩვენთან არ იყო ეგეთი მეგობრული და ჯანსაღი სიტუაცია არ იყო. დისციპლინა არ ბევრი რამის გამო არ იყო, კაცო ეხლა ხო? თვითონ მაგათი პრობლემაა, მე ესე რა დისციპლინაზე მელაპარაკები ბასაზე ნაკრები. პაპიროსფული არ აქვს ბიჭო, რა დისციპლინაზე. არა, ხო და აღიარებენ თვითონ, მეც ეგ გამიკვირდა, ზუია ბევრმა გვითხრა რა ეგე. ხო და მე ვთქარ, გაგებული მაინც ხო ერთი რამე ვიცოდე რა. ერთი რამე ვიცოდე. მე პირადად ამდენი წლიანი ურთიერთობა ერთი ხინჯი არ მახსოვს, აი ცუდად. არ მახსოვს, მე ზვიად სიჭინავს ვინმე გაეღანზღოს. მართლა გეუბნები, პირდაპირ ვიზახი. ანუ რაღაც ცუდია თქვას ვინმეზე, არ მახსოვს რა. ეხა სახალისოდ რაღაცებს ყובה ვიღაც თავის თავს წაიკითხავს, ეგ სხვა თემა აბსოლუტურად რა. მართლა არ მახსოვს. ბავშვობიდან მასწავლის. მე ახლა აგზივარ. შენი ხვალ შეიძლება შენ არ დაჭდე და მე გიდაჭდე. და კიდე შეიძლება ხო იცი რაღაცა ვერა რა ეგრეა რა ხო და ამისი ხო და დაუკვირდი შენ აი ჩვენ ურთიერთობას აი მე ექსპლიანს მე პირველ დღიდან გადაკიდებული ვიყავი გახსოვს გადაკიდებული კარი გაგებით მინდოდა თუნდაც მოსულიყავი 10 ბალი და რამდენი ბალად შეაფასებდი რას ჩვენ ურთიერთობას აი დაჟე ისენიც ვინც მაგინებს მე გეუბნები ის ვინც მაგინებდა ისენიც ხო ისეთი იყო რომელიც მაგინებდა იყო ყველას ვაფასებ 10-დანაც
მაშინ მე არ შემაფასო. მე არ და გეტყვი რატომ? შენ რატომ? მე გეტყვი რატომ? ხო კიდე ერთხელ გამომდის რა ლაპარაკი რომ ფეხბურთი არ ვიცი მეთქი მე ვარ მენეჯერი. შენ რომ ამას მეუბნებოდი, მე ვეკითხებ მართალი თქვა ამა? ეს ეგრეა? ანუ ხო ეგრე ხია ეხლა რომ გადაამოწო ინფორმატორი იმის რომ რაღაცა კაცი რომ მეუბნება მე აგერ ახო არის დევდარიანი ვასიკო ესენი აი ყველა ასაკში ხო იყო ფეხბურთელები კი ბატონო ესა მწვრთნელი მწვრთნელები ახალგაზრდა მოდის ხო მწვრთნელი და მეუბნება იცი რა არის აი ეს ბავშვები გვინდა რომ აი სკიფო რო გთხოვდა 4 კვირიანს ბორებს გახსოვს ხო მე არ უკეთებდი ხო კი მაგას რატო აბსურდული მოთხოვნა აი დიახ მომისმინე აი უყურე აი რა სადმე მყავს მწნელზეა დამოკიდე მე როგორ პრინციპი როგორ მუშაობდი აი მოდის ჩემ და მწნელი ხო ცხიფო და მეუბნება აი 4 თვე მინდა ის ეს მინდა მეუბნები არა ბიჭო სად ის მეუბნება არა ძმაო მინდა შედეგი არ მექნება ეს და ხედავ რომ დარწმუნებულია იმაში რასაც აკეთებს კი მანერია თავის საქმეს კაი გაგები მოდის მეორე მწნელი ხო რაღაც პატარა ასაკში და მეუბნები აი ლატვიაში ის რაღაც იუვენტუსი და იმის გუნდია და მეხარე ბიჭო ახლა ეს 12 წლის ბავშვი რაღაც კაი მაშინ კაი რა ურეკში გაგვიშვი მაშინ ხო აი ძოწადი ურეკში ამას არა იშხო არა ხა ნაკლებია იმან იცოდა რაც უნდოდა და რატომ მაგას გეუბნები ვასიკო იყო თუ ის ცხიფო იყო ყველა რომელიც მოდიოდა დარწმუნებული ხო მე ერთადერთი გეტყვით მაო 24 ელიტ რაუნდი ჩამოვიტანე თბილისში 17-19 წლიანები და ეს იცი აი როგორ აი გეტყვით რაღაცას აი ელიტ რაუნდზე ჯგუფში მოხდა პორტუგალია, ესპანეთი, თურქეთი და საქართველო. როგორ ფიქრობ, რო დავჯექით იმასთან? მაგიდასთან, ეხო მოლაპარაკებაა და მე ეუბნები და წერენ. სად უნდა წახვიდე? ან პორტუგალია, ან ესპანეთი, ხო? იქ მეზობლები არიან და თან სტატუსი აქვს რა. ხო. და რიზიკო ზის მოლაპარაკებაზე. და ბიჭო პორტუგალიის მწვრთნელი იძახის რომ არაო თურქი ეხვეწება წამოდით ფეშქეშეს ის აი უი რაღაცა ესა და აი ესე უდევს ტელეფონი ამ პორტუგალიის მწვრთნელს ვარდება მე ხარი და go to Georgia ვეუბნე go to Georgia რაც ვიცი იმას ვეუბნები და ტელეფონი რეკავდა ვეუბნები აიღე მეთქი ტელეფონი სულ მეყურე მე ვთხარ ტელეფონი აიღე უპასუხე go to Georgia. ის დაარეკია გითხი. შენ დაარეკი? არა, დაარეკა ჩემმა კოლეგამ და გადაწყვეტეს საქართველოს და ჩვენთვის ძალიან მაგარია ძმაო. კაიგე, პატენის ხო დაასანტაჟა, გადავდივიო. აი ხუმრობ რაში შეგიდე ხა. არის მაგარი უცებ ამყვა სომხები და ისინი ამყოლეს. ვინ? დედას გებიცები ხელი. ისინი აბა რასიზავდნენ ბიჭო. ისინი ყვიროდნენ მოგიწევს. ისინი აბა რასიზავდნენ. ზუსტად ერთი რამე არის ფაქტი რა. ჩვენ დღეს ნაკრების კლუბებზე ხა დავუთავროთ ლაპარაკი ნაკრების თვალსაზრისით ჩვენ ყავს კონკურენტული გუნდი ყავს თაობა და ვამაყობთ ამით მე აი შეხედე ეს ნაკრების არის ფედერაციამ გააკეთა ვიყიდე მე არა სად იყიდე ფედერაციის მანშოფშია კაი გექნება არა კაცო ვიყიდე ჩემ გასახსოვრად მინდა არა მაშინ მოიხსენი არა აი ეს ნაკრებია ეს ნაკრებია არა ამას ვერ მოусნუქნა ისა ნაკრები აქ არის და აი ნოდარი ვთქვა მე რეპორტაჟი ვიწევ ესე ვირტყავ ესე არა ესე ვიწევ რა ყალბი აი ხო და ეს არის ფაქტია რომ ამ რავალწიანმა ბევრმა წვალება იყო გულშემატკივრის წვალებაც იყო ფეხბურთელებისაც ფედერაციისაც ყველასი დღეს მივედით იქამდე რომ ჩვენი გუნდი აი სულ რამდენიმე დღეში რაც ჩვენი განაცემა გავა თურქეთს მასპინძლო თბილისში და ხა ის დისკვალიფიკაცია კიდე გადარჩით რომ იმუშავეს მაგრამ მართლა რა მართლა იჩალიჩეს და ის ეხა შენ ხოვტები მაგრამ იმუშავეს მართლა რომ ეგ თამაში წარიმტრიბუნების ერთა ლიგა გავწირეთ რა ეხა გაიდა ეს ზურდა თურქეთთან უნდა იყოს სავსე რა სავსე უნდა ხო და წმენა არის გაიგე ჩვენ გულს თუ კარგად გამოვიდა ყველაფერი დრაივი თუ ექნა რაც ევროპაზე ქონდა შეგვილია რა თურქეთ სახში მოვიგოთ მე ორი თამაში გვაქვს არა შენ თუ იცი სტატისტიკა რომ მესი PSG-ში რო გადავიდა გახსოვს როგორ არ იმ წელს სოფლიო მოიგეს აი ძმაო არ არის პრობლემა კვარაცხელიამ გადავიდა წელს PSG-ში აი კვარაცხელია გეუბნები მე შენ თუ ტიპა თვალი არ ეცე ხო და არ გვინდა მაგაზე საერთოდ არ ლაპარაკობ რა აი იმასაც ვიძახი ზურგი რო შეუშინო მეთქე ეგეც იყო გოლი რო გაიტანა ყველაფერი ეგეც თუ გეუბნები ტიპი არ მიდის ლიცენით რა იღბალია და ყველაფერი ფეხბურთს კიდე ჭირდება ხომაგობა რა და უკომაგობა ჩვენი მეგობარი და სპონსორი მესი
ბამპე, ნეიმარი, რამოსი, მაგა ვერ მოიგეს ტიპი ჩავიდა და შეხედავ ნაკლები გუნდით მოიგო. იდეაში გვარებით და სახელებით ნაკლები გუნდია, ხო? ის სუპერსტარები ჩაიყვანეს. ჩაი ეგონა რომ ფულით გაკეთებოდა ამ შეიხს. აი ძმაო, კეთდება ჯიგრით, кай ფეხბურთელი ჩაყვა სწორი ტრანსფერით. ჩემმა გუნდმა წააგრო. მე არის და მანჩესტერი არ თქვა ხა. არა. ვიცი რო არ ვიტყვი ხო? რომელია თქვენი გუნდი? ბარსელონა. ჰალა მადრიდ. მადრიდისტა. მოაცილე ჯუნიორი და მწვან გამოგატან ხვიჩას და მოიგე ყველაფერს. მოიცა კაცო ენრიკეს ხელშია ჯერ იყოს მაგარი ცუდი ტიპი შევინისიუსი რა. აი გეტყვი ხა? აი პროჭია რა. შენ რა გიწოჭა? თორე ფეხბურთელი ძალიან მაგარია. ხო და მომისმინე ერთი და. ფეხბურთელი ის არის პროჭი. ხვიჩა არის ჯიგარი. ე მაგას შენ დამეთახვევით და მოგებიან თამაშობ რა. ჩემი მეგრელი მეორე ლიგა გვინდა და ოქროსბურთი და მე დაისვენ. გასარი არ არის მეორე ლიგა ოქროსბურთი სად დაისვენოს კაცო მე რეალს წავიდეს. ხო და უყურე ბარსელონა რომ მითხარ ხო? აი ბარსელონა და ჩვენ შორის იცი რა არის გოგსალმატკივრების შორის განსხვავება ხო? ეხა არ გვიდეს არა. არა, მე გეტყვი. ბარსელონას გულშემატკივარი, როცა რეალი მიფრინავს თქვა აი ლიგა ჩემპიონების რაღაცაზე იმაზე, აეროპორტში ხდებიან და უყვირიან რომ კურტუამ ფეხი მოიტეხოს, ხო წევლიან. ეგეთი რაღაცა. აი ახლა თამაში რო იყო რეალი ბარსელონა ხო რო წავაგეთ რაღაცა და ჩემი ძმაკაცი რომ მე მირეკავს ბარსას ფანია რაღაცა და SMS-ი მომივიდა ბიჭო გულიმა გასწრაფი. აი ასე ვზივარ და ტიპი მწერს, короче, ნახეო პირველ არხზეო ისა პორნოგრაფიას უშვებენ. ნუ აი, პორნოგრაფიის მაგრამ. კითხვა მაქვს, შენ გულშემატკივარი ხარ, ხო აი შენ გარაგიდა. შენ თუ ფეხბურთი იცი, ხო, აი მაგას ვეუბნები. შენ თუ ფეხბურთი იცი ძმა. უყურე, ჩამოვთვლი სეზონს. მილიტაო, მენდი, ალაბა, კარვახალი როდრიგო და თელი გუნდი ის არის დამპრეული იყო და მეორე ადგილია იყო ძმაო. სია, რატო გიგრის ეგეთ რაღაცები აქა? საქართველოს ერთადერთი ქვეყანაა სადაც იძახიან მესი ყლია რონალდო ყლიაო. არა ხო, მაგრამ ეგ ხა ხანდა ხო. ხო შეიძლება თქვა რომ მე არ მინდა რომ მაგარ მოიგოს. გაბრაზებს რა და შემატკივარში მოსვლა. რა ხა ამდენ. აი აბა მე რა გავაკეთე თავი ჩამოვიხჭო, ეხა ვაფშე აღარც უყურებდო. ბიჭო, ვიცი არის მე ხა უყურებ აი ამას და აი არ უყურებო და მაგარი. და ეს მიუწოს, აი ეს მაგ ჩარჩენილი გულში. ეგ მაგარი. ნაპოლი მაგ გულში. იმიტომ რომ ჩემთვის არა ზიად, ჩემთვის გეფიცებ ეხლა რა თქმა უნდა ლიგა მოიგო, ვაფასებ ყველაფერს, მაგრამ ეს გუნდი უფრო ახო არის რომ ვიყავი და მოვიწავლე და მენტალურად ხალხით, ყველაფრით, ეხლა პარიზი მეგაპოლისი რაღაცა იმხელა ის არის. ეს არის ტიპი რომელიც ფეხბურთი ცხოვრობენ ვაფშე. ზოგი ნეაპოლში ხო ისე რა თქვენ, არ შეგეზიზღდება, არ შეგიყვარდება რა. მე შოქში ვიყავი, ლიგა რა დაუდგა. ვიზა? ესეჯეს. თლიანად კალი? ხო, აი იმ ეგენი არ ვიცი ხა რა დაუჯდა, რა ვიცი რომ 3 მილიარდი. მილიარდი. დაუჯდებოდა. აი წარმოიდგინეთ ტიპმა მივიდა. მიზანი. ღმერთმა მისცეს. კიდე 10 მაგით. სტაფი წაიყვანა, ყველაფერი გაუკეთა, ბილეთები დაურიგა, ჯიგარია. ერთი რაც არ მომწონს, აი ახლა იმ არაბულ ფეხბურთში, ხო რაც არის, არაბები მაინც ფეხბურთელებს უყურებენ როგორც ცხენებს. ხო, ნუ იგი და მოიყვანა მიაბა და ხო, ნუ ეს ყველაზე საფეხბურთო პარი სენ-ჟერმენია. ბიჭო, მე ძალიან ერთი გუნდია. ახლა ჩემთვის ჩემპიონატებზე მოდი ვილაპარაკოთ. ხო, უყურებ. ხო, ყველაზე მაგარი ჩემპიონატი ჩემთვის არის ინგლისის. ხო, არა, აი არა მაგაზე უფრო მაგარი. მე არის ლა ლიგა. მეეგრებს. მე არის ბუნდესლიგა, მე იტალია მეხუთე იქნება ალბათ. აი იტალია არა, მე. იტალია არა, ეს მეხუთე არის. მე ფეხბურთი არ ვიცი, მაგრამ რასაც უყურებ და რაც მომწონს, ეს მე ხა შენ ცუდი რაღაცა ვთქვა. ყვარავს თუ არ ათამაშებს, თამაში მე შეიძლება არ უყურო. არა, შეიძლება თქო ვიძახი, თუმცა დემბელე ეგენიც მაინტერესებს, მაგრამ აი ნაპოლის მაგრამ დემბელე ერთი წლის უკან. სად იყო ბარსელონაში იყო და ბურთი ვერ გაიტანა, ვერ და მაგას გეუბნები. არა, ყვარარო ჩავიდა ჯერ გამაღიზიანებელი გახდა, კაცო, მაგაზე და ნაპოლის რაც შეეხება მარადონა ძალიან მიყვარს. მე ბრაზილიის გულშემატკივარი ვარ, მაგრამ ნუ მარადონა ძალიან მიყვარს და მარადონას ყალზე ეს ბიჭი რო წავიდა და პირველ უკვე ჩემთვის ნაპოლი გახდა, როგორ გითხრა ხა, მიყვარს რა ეს გუნდი რა, ნებისმიერ შემთხვევაში.
ფიტურს დაუწავენ იქ არასოდეს დაწავენ თუ ვიღაცას სირმანჯო რაღაცას სიტყვის დაწეს ეგეც მიდია რა გეუბნები ნეაპოლი კარგია ნეაპოლს წავს სიამოვნები და ვიცი რომ 20 წლის მერეც რო ჩავიდე უკვე 80 ვიქები თუ რამდენი წელი იქ არას ამბავი დამხვდება ყველა ვარიანტი უკვე არ დამხვდეს უკვე კედელზეა აი სუდი რაღაცა გამოვიდა რა ფარო ახლა რა კაია რომ დაიწყო ომიო ხო მაგრამ რო არ დაწყებული ხო ძმაო ეგ არ ვიცი რა ვერ წამოვიდა და კონტრაქტი ქონდა მოქმედი მოვიდა და 2 წლის წინ ხო ეგ გადაწყვეტილი ზიად რა კიდევ გეუბნები ეს ჩემი ინფორმაცია ახლა ფეხბურთში მე არ ვიცი შენ უფრო უკეთიცი ნუ ბოლო პერიოდში შეიძლება იმიტომ რომ სახში ვზივარო და ბაიაზბაზეც არ მივდივარო და რა ვიცი ახლა საწავიდე ბიჭო აგე 60 ძალიან დიდი მადლობა უღრმესი მადლობა ძალიან კაი იყო ყველაფერი უბრალოდ ბოდიში რომ 2 წელი არ დაგიტო რა ვიცი რა შეჭამდა არც მომიტოვები კომაგი უკომაგებ ჩვენ ნაკრებს ამბავი რუმბავი დღეს ყველაზე მოკრძალებული ვიყავი WhatsApp-ზე საუბრობ შენთან გასწავლებით. მე რასაც უყურები თქვენ გადაცემით. იმიტომ რომ საინტერესო მოსაუბრე. რამ განაპირობა შენი მოგზაურებულობა? იმან რომ საინტერესო ისტორიები მოყვა. ასაკი და რამე? ყველაფერი. აბა მე შეკარგო მოწყობ მე წამის ხელა ვარ. მე რატომ მეუძდელები? შეესიეთ. ნახე რა შეუყვანე ზვია. მადლობა. ზვია სიჭინაო იყო ჩვენ დღევანდელი რაღაცების. სტუმარი ლაილაის და წარმატებებს გისურვებ ზვია. წარმატებებს გისურვებ. მე დიდი მადლობა იგებდა ხელა გზაზე ჩამოსვლა, ჩასვლით. აი ძალიან დიდი მადლობა გულწრფელად გეუბნები მაგას. მადლობა. გამოიწერეთ ჩვენი არხი გულები გლიჯეთ და დაგვიმეგობრდით და ვიაროთ ერთად ესე სანამ ვილით, რა ვიცი. იმედია რომ ხაც გაგზავნით. აბა ჰედავაჰო. ადიოს.